ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რაც ნიშნავს არა იმას, რომ მარტო ჩვენი არასწორი. ეს ნიშნავს, რომ თუ საფრთხე დაემუქრება ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს, ანუ ხალხი შეეშვება აღარ დააყენებს, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ შეინარჩუნოს ეს ტრადიცია. რაც შეეხება ქვევრი, სახელი ქვევრი დაცულია როგორც გეოგრაფიული დასახელება ქართული. ანუ ქვევრი ამ თიხის ჭურჭელს, საღვინე ჭურჭელს შეგვიძლია დავარქვათ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქართველოშია დამზადებული. ქართული თიხისგან არის დამზადებული, ეგ ცოტა პატარა მოთხოვნები აქვს 8-1000 წლის წინ გაჩნდა თიხის ჭურჭელი. ხო, ყველა ქვეყანას ჰქონდა მეტნაკლებად ერთნაირი და აი ძველები რო ავიღოთ, სხვაობა იყო მხოლოდ სახელებში. აქ თუ ჭური ერქვა, იქ ერქვა პითოსი საბერძნეთში, დოლიუმი რომში. იუნესკომ გადაწყვიტა, იმიტომ რომ ეს მეთოდი აქ არის ორი რაღაც. ანუ ქვევრის ღვინოზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ჭურჭელი. ქვევრი რო შევხედოთ მშრალად არის ჭურჭელი, სადაც შეგვიძლია წეხარაც ვილაპარაკეთ. შეგვიძლია თეთრი ღვინოც დავამზადოთ, წითელიც, ვარდისფერიც, ქარვისფერიც, ყველანაირი. მაგრამ ჩვენი ტრადიცია რომ ქვევრში ვაკეთებთ ქარვისფერ ღვინოს, ანუ ჭაჭაზე ვადუღებთ, ეს არის განსხვავებული. თორე ხო არის ხალხი, ვინც ჭაჭის გარეშე ადუღებს ქვევრში, იმას არ აქვს ისეთი თვისებები, ანუ კარგი და ცუცი კი არა, მაგრამ ხასიათი როგორც აქვს ქვევრის ქარვისფერ ღვინოს. ანუ ქვევრის ღვინოში არის მეთოდი, ჭაჭაზე დუღილი ქარვისფერი, ქართული შეგვიძლია ვთქვათ, და ქვევრი ჭურჭელი, რომელიც მიწის ქვეშ არის და რომელიც ცოტა, მაგრამ საკმარის სხვაობას აძლევს მიწის ზემოთ ყოფილიყო იმასთან შედარებით.